რაც თავარი აქ უნდა ვახსენოთ ის, რომ ვენესუელა არ არის ნარკოწარმოშობის ქვეყანა და ის მსოფლიოს ნარკოტრაფიკიორ ქვეყანათა ხუთეულშიც კი არ შედის. ამ მხრივ მოწინავე ქვეყნები, ნარკოტრაფიკიორი ქვეყნები არიან სხვა ლათინური ქვეყნები, მთავარი ამ შემთხვევაში არის მექსიკა, გვატემალა, ჰონდურასი, კოლუმბია და მათ შორის ბრაზილიაც კი. ამის დასადასტურებლად 2025 წელს გაერომ გამოაქვეყნა ნარკოტრაფიკინგთან დაკავშირებული რეპორტი, სადაც აღნიშნულია ის, რომ ვენესუელას გავლით კოლუმბიური კოკაინის მხოლოდ 5% ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ანუ ეს 5%-იც სრულად არ მიემართება შეერთებულ შტატებში, ნაწილი მიდის ევროპის მიმართულებით და ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული ქვეყანა არის ტრინიდადი და ტობაგო, ანუ ვენესუელადან გადააქვთ კოკაინი ძირითადად ტრინიდადი და ტობაგოში და ტრინიდადი და ტობაგოდან ხდება შემდგომ ევროპაში. ამავე დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული მაგალითი, 2018 წლის მაგალითი, როდესაც კოლუმბიამ აწარმოა 2370 ტონა კოკაინი, საიდანაც მხოლოდ 210 ტონა გავიდა ვენესუელას გავლით სხვადასხვა ქვეყნებში. როდესაც ამ 2370 ტონიდან 1400 ტონა გავიდა გვატემალას გავლით და ძირითადად გვატემალადან შეერთებულ შტატებში მიდის კოკაინი.